დღეს 16 დეკემბერს 13 საათზე სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტში დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციამ ბრიფინგი გამართა. ასოციაციის დამფუძნებლების საზოგადოებას კლინიკათა გაერთიანებების მიზეზებსა და სამოქმედო სტრატეგიებზე ესაუბრნენ. ასოციაციაში გაერთიანებულია საქართველოს 10 წამყვანი კლინიკა. ასოციაციის საქმიანობის ძირითად მიზნებად განსაზღვრულია ჰოსპიტალური სექტორის ადვოკატირება სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კერძო სადაზღვევო სექტორთან და სხვა პირებთან, ჰოსპიტალური სექტორის სამართლიანი რეგულაციური სივრცის განვითარებისათვის ხელშეწყობა, ქვეყანაში პაციენტების ინტერესებზე უსაფრთხო და ხარისხზე ორიენტირებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისათვის ხელშეწყობა, ქვეყანაში ჰოსპიტალების მართვის ეფექტიანობის შეფასების სტანდარტული ოპერაციული სისტემების დანერგვისათვის ხელშეწყობა, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური სერვისების დანერგვისა და არსებულის განვითარებისათვის პროექტების განხორციელება. შეიქმნა დღეს თბილისში მოქმედი 10 წამყვანი კლინიკის ჰოსპიტალის შემდგარი ასოციაცია, რომელსაც დამფუძნებლები გახლავთ 10 წამყვანი ჰოსპიტალი, რომლის შესახებ თქვენ გეკნებათ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული ბრიფინგის დროს. ასოციაცია თავის წესდებით არის დამფუძნებული წევრობაზე და იზრია სხვა მსურველებისთვის და დიდი ალბათობით ჰოსპიტალების რიცხვი ასოციაციაში გაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ ასოციაცია არ იქნება ფორმალური გაერთიანება და ის იქნება ნამდვილად მოქმედი, რამდენადაც ინტერესი ნამდვილად არ არის კერძო მერკანტილური საზოგადოებრივი ინტერესია. ეს ინტერესი უპირველეს ყოვლისა ეფუძნება იმ საკითხებს, იმ პრობლემებს თუ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის დაგროვილი, თავმოყრილი ჯანდაცვის სექტორში. განწყობა და მიზანი არის აბსოლუტურად კონსტრუქციული, რომელიც პირველ რიგში იქნება ორიენტირებული, რა თქმა უნდა, თავად ჰოსპიტალების ინტერესებზე და პაციენტისათვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხზე. ასოციაცია და აქ გაერთიანებული ჰოსპიტალები არიან ორიენტირებული თავიანთი ქმედება, ასოციაციის ქმედება დაიწყოს შიდა ქსელური ხარისხის თამასის დაყენებით, მაღალი თამასის დაყენებით და ამ თამასის დაცვით და ამის შემდეგ, რომ თქვენ ეტაპობრივად იმ პრობლემებზე ზრუნვით, რომელიც არის უკვე თავმოყრილი. ეს შეეხება ურთიერთობას როგორც სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებთან, კერძო სადაზღვევო სექტორში გადატანილ სოციალურ პროექტებთან, თვითონ ჰოსპიტალებს შორის ურთიერთობებს დაწყებული როგორც უხარის ხარისხიდან გაგრძელებული ვთქვათ საერთო შესყიდვებით, უწყვეტი პროფესიული განვითარებაზე ზრუნვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.